სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება სახელწოდებით ახალგაზრდები უკეთესი მომავლისთვის გაიმართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა. შეკრებილ საზოგადოებას აღნიშნული ღონისძიებისთვის სპეციალურად ჩაწერილი ვიდეოთი დისტანციურად მიმართა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ ბიორნ ბერგემ. ღონისძიების ფარგლებში თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწესებული ყოველწლიური კონკურსის მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის გამარჯვებულები დააჯილდოვა. ნომინაციაში საუკეთესო სამშვიდობო საქმიანობა დაჯილდოვდა მშვიდობის მშენებლობის პროცესში ჩართული ახალგაზრდა დაჩი ახვლედიანი, ხოლო ნომინაციაში საუკეთესო სამშვიდობო იდეა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ცენტრი მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაარსებული პრემია 3000 ლარის ოდენობით. მოხარული ვარ მაქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღო უკვე ტრადიციულად ისევ მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში, რომელსაც აწყობს შერიგების და სამთავრობო თავისუფლების სახელმწიფო მინისტრი. დღესაც ქონდა შესაძლებლობა რომ გამოდიოდნენ ის ახალგაზრდები, რომელიც სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში ჩართული არიან სხვადასხვა პროექტებში და აქვთ იდეები, რომელიც წარმოდგენილი იყო კონკურსისთვის. ზუსტად ასეთი სახის ღონისძიებები და აქტივობები არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ის შერიგების პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ხდება, იყოს ეფექტიანი. ეს პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, რომელიც უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ დიდ შედეგს მივაღწიოთ. მშვიდობის საერთაშორისო დღის ახალგაზრდებთან ერთად აღნიშნა ჩვენ ერთგვარ ტრადიცია თუ აქციეთ, იმის ნითაც რომ კიდევ ერთხელ ერთად გავაჟღეროთ ძლიერი გზავნილი მშვიდობის გამტკიცების მნიშვნელობაზე ჩვენი ხალხის შერიგების და გაერთიანებისთვის. ერთიანი ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობისთვის, რომლის მთავარი ღირებულება არის ადამიანი, მისი ღირსება და კეთილდღეობა, უფლებები და უსაფრთხოება. გულითა და თბულოცა მშვიდობის ჯილდოს წლევანდელ გამარჯვებულებს და რწმენას გამოვთქვამ, რომ ამგვარი წამახალისებელი ინიციატივების შემდგომშიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდებს გამყოფი ხაზების ორივე მხარეს, რომ კიდევ უფრო მეტი შემართებით ჩაერთონ მშვიდობის მშენებლობის პროცესში, რომელიც ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური შერიგების ურთიერთგაგებისა და ნდობის ადგენის მტკიცე სულისკვეთობით მიმდინარეობს. მშვიდობის მშენებლობაში ზოგადად მთლიანად ყველა მიმართულებით ახალგაზრდების ჩართულობა არის საგანგებო მნიშვნელობის და რასაკვირველია მშვიდობის საერთაშორისო დღეს საუკეთესო ღონისძიება ჩაატარა სახელმწიფო მინისტრის აპარატი. დაჯილდოვდნენ ის ახალგაზრდები, ვინც თავი გამოიჩინა თავის თეორიული თუ პრაქტიკული მონაცემების რეალიზაციით, რომელიც ეხება აფხაზეთში თუ ცხინვალის რეგიონში გარკვეული პროცესების განვითარებას. იქით საოკუპაციო ხაზს იქით ცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფას და მთელი რიგი ღონისძიებები გაკეთდა. უამრავი კონკურსანტი იყო, ორი საუკეთესო შეირჩა და დაჯილდოვდნენ კიდევაც. ეს პრაქტიკა გაგრძელდება და ამ პრაქტიკას აუცილებლად ექნება კეთილი დასასრული. ძალიან მიხარია რომ ეს დავიღე 10 წელზე მეტია ამ სფეროში საქმიანობ. ძალიან ბევრი კარგი საქმეა ამ საქმიანობის უკან, კარგი ადამიანია ჩემს ირგვლივ ბევრი და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს დროში, როდესაც ყველაფერი დაძაბულობისკენ მიდის, პოლარიზებისკენ მიდის, ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სამშვიდობო პროცესი არ არის ის სოლი, ის ხაზი, სადაც შეიძლება დაპირისპირებული მხარეები ვიყოთ დანარჩენზე განხდებით, რომ ადამიანები ვართ, ინდივიდები ვართ და ყველაფერზე შეიძლება განსხვავებული აზრი გქონდეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ჩვენთვის, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, დიდი ტკივილი ჩვენი ქვეყნისთვის, ოკუპირებული ტერიტორია და ზოგადად მშვიდობა და ყველაზე მეტად ჩვენ უნდა გვესმოდეს მისი ფასი. შესაბამისად, ამ თემას როცა ეხება საქმე, აქ უკვე სხვა ყველაფერი უკანა პლანზე იწევს ჩვენთვის და ასევე ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდისთვის იქნება мотиваცია, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ დღესაც, რომელთა ყოველდღიურობა არის არც ისე მარტივი რბილად რომ ვთქვათ და მიხარია რომ წელს ამ ჯილდოს ასე ვთქვათ ნომინაციაში გავიმარჯვე
მე. დიდ მადლობას მოვახსენებთ სახელმწიფო მინისტრის აპარატს, რამე თუ ძალიან მნიშვნელოვანია ეს მხარდაჭერა ახალგაზრდებისთვის. ჩვენ გახლავთ ორგანიზაცია მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის, რომლებიც აფხაზ თანატოლებთან მეგობრულ და საინტერესო კომუნიკაციის დამყარებისთვის ძალიან აქტუალურად ვიბრძვით. ამიტომ ჩემო ძვირფასო აფხაზო დებო და ძმებო, ჩვენ გიჭდით მეგობრობის ხელს, ვჭირდებით, გვიყვარხართ და გვეიმედებით.